მანსანკანმა იგივე შეჯიბრმა იუმორში სტარტი 54 წლის წინ რუსეთში აიღო. მასში მსოფლიოს მასშტაბით 600-მდე სხვადასხვა ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი ყოველწლიურად მოსკოვში ტარდება. 600 გუნდიდან ფინალში მხოლოდ 5 საუკეთესო მოხვდა. მათ შორის არიან ქართველი მხიარულები და საზრიანებიც. წლის იანვარის დეკემბერს მოხდა ჩატარდა სოჩის ფესტივალი, სადაც ხდება გუნდების გადანაწილება სხვადასხვა ლიგებში. იყო 600-მდე გუნდი. 600-მდე გუნდი. აქედან ჩვენ მოვხდით მოსკოვის პრემიერ ლიგაში, სადაც ატარებს ალექსანდრე მასლიაკოვის შვილი სანსანიჩი. ხო და ვთამაშობთ იქ მარტის თვიდან, თუ სწორად მახსოვს. ხო. გადავედით მეოთხედ ფინალში, შემდეგ ნახევარფინალში და ნახევარფინალიდან მოვხდით ფინალში. ეგრეთ წოდებული ქართველი მანსანკანელები ამბობენ, რომ ამ თამაშს საქართველოში არასერიოზულად აღიქვამენ და შემოსავლის წყაროდ არ მიიჩნევენ. ყველაფერს თავიდანვანებოთ 50 წელია იქ ტარდება კალენდარი. 55 წელია, 14. რა. კულტურა, ანუ უყურებენ როგორც სამსახურს და როგორც საქმეს ამ ყველაფერს და აქ უბრალოდ გართობაა და მეტი არაფერი. რუსულ ენასთან ნაკლებად შეგუებულები გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კურიოზების ნაკლებობას არ უჩივიან. გოგოსთვის მინდოდა მეკითხა რამდენი წლის ხარ მეტი და პირდაპირ ესე ქალიც. Сколько стоишь, девушка? Десять лат. იმისთვის, რომ საქართველოში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის დონე ამაღლდეს, ბევრი რამ არის საჭირო. აკლია განვითარება რა. ხშირად უნდა ჩატარდეს ქართული მანსანკანი და არა სეზონურად. ქართულმა იუმორმა რუსულ პუბლიკასთან მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით მრავალხმიანმა სიმღერამ, რომელიც ამ გუნდის სავიზიტო ბარათი გახდა. ქართველებს ყველაზე მეტად რაც შეგვიძლია სიმღერაა და ხუმრობითაც ხუმრობთ. სხვათა შორის აღნიშნოთ, რომ ჩვენი დაფინანსება, ჩვენი მგზავრობა, ყვება, დღიური ყველაფერი რა, იქ ყველაფერი გვაფინანსებს ჩვენი სპონსორი მიხეილ ხუბუტია, დიდი მადლობას ვუხდით. საქართველოს ნაკრების სახელით. საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდი მოსკოვში 22 აგვისტოს მიემგზავრება. 5 სექტემბერს მაყურებლის წინაშე შეეცდებიან ქართული იუმორი ჩემპიონი გახადონ. თუმცა უქმედ დღეს არ კარგავენ და ბათუმს სხვადასხვა შოუ პროგრამას უმზადებენ. ჯერჯერობით ვისვენებთ, მაგრამ ნაკრები არა, მაგრამ ბათუმელი ბიჭები, ჩვენ იუმორისტები ვაკეთებთ 6 აგვისტოს 9 საათზე ბათუმში, ბაზარ ბარში, ესეთი კარგი ბარი გაიხსნა ბათუმში. მუსიკალური გასართობის აღარ. თამაშის წინ დაწყებამდე რას ვაკეთებთ? რა სიმღერას ვღერივართ? თამაშის წინ ხასიათზე მოსაყვანად და თელს რუსეთს ესმის ჩვენი ხმა. ჩვენი ხმა ბოლო ხმაზე ვყვირივართ. აბა რა სიმღერა შენიწყებ ბექა? გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს. მხიარულმა და საზრიანმა ბიჭებმა, ასეთივე მხიარულებით და საზრიანობით სპეციალურად მეოთხე არხისთვის ექსპრომტად სიმღერა შემოგთავაზეს. თოვლია თუ მართლა ბინა გაქვს თუ ქოხი ინფორმაციისთვის არის TV4